ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, სულ ცოტა ხნის წინ ზაზა ქოიავას, ჩვენ სტუმარს ფსიქოლოგს, ძალიან ვთხოვეთ, რომ გვესაუბრა თემაზე ახლო მომავალში ფსიქოსომატიკაზე. ეს ჩემთვის სუბიექტურად ძალიან საინტერესო თემაა და აი რა ვიცი, მართლა სუბიექტურად მინდა რომ დღეს ძალიან პოპულარულ ენაზე და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე ვისაუბროთ და არა მარტო ჩვენ, არამედ მაყურებლებამდეც რომ მივიტანოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ფსიქოლოგიაში, როგორც არის ფსიქოსომატიკა. სალამი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა მოგზაურობისთვის. რა არის ფსიქოსომატიკა? დავიწყოთ ამით. მარტივი განმარტება აქვს მას, ეს არის ჩვენი ემოციების მოქმედება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. უკვე თავიდან ბოლომდე. ეხლა საქმე რაშია? ზოგადად ჩვენ ხო სხვადასხვა სისტემა გვაქვს, მომნელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა, საყრდენ მამოძრავებელი ბევრი სისტემა გვაქვს, ნერვული სისტემა, კიდე ენდოკრინოლოგიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მათ არ აქვთ მარტო ფიზიოლოგიური ფუნქცია, მეგობრებო, მათ ასევე აქვთ ჩვენი განდევნილი ემოციების გამოხატულების ფუნქცია და მახსოვების და განდევნილი, ანუ არ შემჩნეული, გატარებული, ეხლა განდევნილი ძალიან ბევრნაირია რა. ეს არის ან არ აღიარებული, ან ჩაკლული სურვილები, დავიწყებული, ან მივიწყებული წყენები, ოღონდ მივიწყებული ბჭყალებში, ან კარგად ესე ჩაბუდებული ტრამვები. ეხლა ეს რა არის? იმისათვის რომ ამ ყველაფერზე კარგად მივიდეთ, ამისათვის საჭიროა ტვინის ფუნქციის ახსნა. და ვეცდები მოკლედ და გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ. ძალიან უხეშად რო გავყოთ ტვინს ძალიან ბევრი სხვადასხვა განყოფილება აქვს, მაგრამ ძალიან უხეშად რო გავყოთ ტვინი ორ ძირითად ნაწილად, ეს არის რაციონალური და ირაციონალური და თითოეულ მათგანს რა ფუნქციები აქვს. რაციონალურს ქვია ასე, რაციონალური მოაზროვნე ტვინის ნაწილი, რომელიც არის ჰიპოკამპუსი, რომელიც არის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებისგან შედგება. მათი ფუნქციების ახსნას მე ახლა აქ არ დავიწყებ, სხვა დროს, სხვა ვითარებაში, სხვა სიტუაციაში ავხსნათ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, მარცხენაზე ვისაუბროთ, მარცხენა ლოგიკურია, ანალიტიკურია, გრძელვადიანია, გეგმოს და შემდეგ, მაგრამ ამავე დროს მარცხენას აქვს მეხსიერების ფუნქცია. ანუ ჩავთვალოთ, რომ მარცხენა ნახევარსფეროში არის დიდი ციფრული კარადა, რომელშიც მილიონობით, მილიარდობით უჯრებია და თითოეულ ჩვენ წარსულზე არსებული მოვლენები ყველა დროს, ყველა წუთს, ყველა წამს, ყველა დღეს თავისი უჯრა აქვს. ანუ ზაზა ამბობენ რომ სულ ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ყურადღებას ვაქცევთ, არ ვაქცევთ, ის მარცხენა ნახევარსფეროში არა, ყურადღებას თუ არ ვაქცევთ და თუ არ ფილტრავთ, არა, მაგასაც მადამდეც მივა. ანუ წესით ყველა ჩვენ წარსულის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ეხლა გადავიდეთ ირაციონალურ ნაწილს. საერთოდ რატო არსებობს ეს ნაწილი? ხო, ეს ნაწილი შედგება ეგრეთ წოდებული ლიმბური სისტემისგან, რეპტილური ტვინისაგან და ტვინის ზოგიერთი ემოციური ნაწილისგან და ამიგდალასგან. ეხლა რატო არსებობს ეს ირაციონალური ნაწილი ტვინისა? ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. იბრძოლიან გაიქეცი რაც არის რა, fight and flight-აც არის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველამ ვიცით. ანუ ამ ირაციონალურ ნაწილს ჩვენსას აქვს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეგოისტურად კარგად ყოფნის და დაახლოებით ამ ტიპის ფუნქციები და გარკვეული ტიპის ემოციების შენახვის. ჩავთვალოთ, რომ ამის გარდა, ცოტა ხანი ესენი ავხსენი, ცოტა ხანი გვერდზე გავწიოთ, კიდე ჩვენ თავზე გვადგას, აი ჩავთვალოთ, რომ კიდე დამატებითი ყუთია ოპერატიული მეხსიერება რაც არის, დღის განმავლობაში სანამ ფხიზლები ვართ, ვიზუალურად, აუდიალურად და კინესთეტიკურად ჩვენში ოპერატიულ მეხსიერებაში შემოდის ეს ინფორმაცია. დღის განმავლობაში ოპერატიულ მეხსიერებაში გროვდება. არ გადადის პირდაპირ მარცხენა ნახევარსფეროში. და შემდეგ როცა ჩვენ ვიძინებთ, ძილის პირველი ფაზა, REM ფაზა ირთვება, თუ გინახავთ ახლად ჩაძინებულ ადამიანზე თვალებზე, დახუჭულ თვალებზე თუ გიხედავთ, მისი თვალის გუგები შიგნით მოძრაობს. აქტიურია თვალის გუგა. ხო. ეს არის, აი ესე მოძრაობს ზუსტად ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური ინფორმაციებს, ამ ოპერატიულ მეხსიერებას აკითხავს. ამ ოპერატიულ მეხსიერებაში არეულ-დარეული არის შეყრილი ეს ყველაფერი რა. დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია. ამ მას ოპერატიულ მეხსიერებას აკითხავს და კეცავს, ფილტრავს. ანუ სკანირებას აკეთებს თითქოს ამ ინფორმაციას. კეცავს, ალაგებს მარცხენა ნახევარსფეროში. აი ამ დროს გადააქვს ეს ყველაფერი მარცხენა ნახევარსფეროში, ოღონდ საჭირო ინფორმაცია. არა საჭიროს უშვებს. ამიტომ არის რაღაცა მეორე დღეს არ. ანუ ალგორითმის მიხედვით ისე ყובה რომ ვიზუალურად ხედავ რომ ვიღაც ტიპი რაღაცეებს ალაგებს იქეთ გადმოაქვს. ცოტა შემეშინდა ეხლა რო არ მოგატყუოთ. ღამე
ხო, ეშინიათ ხოლმე ჩემი კი. პატარა აკიმები. ვიღაცა ტიპები დადიან და გადავდო წყაროებზე და ჩემთვის რკინამ დაალაგა. ბავშვობაში მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ ნუ იცვალებ მოყოლაზე კარგად წაიკითხე, დაწექი დაიძინე, ხვალდილოს რო გაიღვიძებ, გეცოდინება და ვერ გებულობდი ეს რა იყო რა, ანუ რანაირად. და მე რო ვქენი ესე ხო, აღმოჩნდა რომ მოვყევით დილას ჩვეულებრივად და მე მეუბნებდი ბარისკაში დაიდეო. იმიტომ რომ ახლა მამაჩემი რემფაზის შესახებ არაფერი არ იცოდა ალბათ მაშინ, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, მაგრამ მე ახლა ვხვდები ეს რას ნიშნავს. ოპერატიული მეხსიერებაში უბრალოდ ჩეკდებულია ეს ინფორმაცია და რო წვევი შემდეგ გადააქვს მარცხენაში და იღუძებ და ყვები. მოკლედ ეს ასე და წესით ყველა ინფორმაცია უნდა წაიღოს მარცხენ ნახევარსფეროში. მაგრამ გზადაგზა, ხო, ანუ ტრავმა რა არის? გადაუმუშავებელი ტრავმა ტავტოლოგიაა, იმიტომ რომ ტრავმა თავად გადაუმუშავებელი ინფორმაციაა. ტრავმები ტკივილებისგან შეიძლება, ხო, ტკივილი მილიონაირია, დაუმსახურებელი წყენა, გამოუხატავი ბრაზი, სურვილები, შეურაცხყოფა, ბულინგი, ან მილიონი რაღაცა ფიზიკურ ბაზაზე ხაზგასმა, რაღაცა უკაცრავად ეთერში და დებილი ხარ შვილო, შენგან არაფერი არ გამო, მილიონი რაღაცა, ხო? და ესენის ხო ოპერატიულ მეხსიერებაში შედის. და ხელიდან უშვებს, ანუ რემ ფაზა ამას ვერ ამუშავებს და მიაქვს ჩვენი ტვინის აი წეღა რო ირაციონალური უსაფრთხოების ნაწილი ვახსენე, იმას მიაქვს. ეხლა რატომ მიაქვს? ამ ირაციონალური ნაწილის ტვინის ლიმბური სისტემის მოკლედ და ტვინის ემოციური ნაწილის ფუნქცია არის ერთადერთი ჩვენ დაგვიცვას. მიაქვს იმიტომ რომ ადამიანმა ამ დღეს, ამ დროს, ამ სიტუაციაში ტკივილი განიცადა ამისგან და მოდი ეხლა ამას მე წავიღებ, იმიტომ რომ მსგავსი რამ თუ კიდევ ერთხელ გამოჩნდება სადმე, ჩემ პატრონს გავაფრთხილებ, რომ ამისგან აირიდოს. ამიტომ არის რომ ერთხელ ლიფტში რო გავიჭედებით, მე ლიფტში შესვლის გვეშინია. უბრალოდ ეს ირაციონალური ლიმბურ სისტემასაც აქვს ამბის დამახსოვრების ფუნქცია, მაგრამ არ აქვს გააზრების და გაანალიზების ფუნქცია. მას ის არეულია დროსა და სივრცეში. ანუ მე რო ერთხელ დანგრეულ ლიფტში გავიჭედე, ფეშენებელური ლიფტი 10 წლის მერე და დანგრეული ლიფტი 10 წლის უკან ერთი და იგივე გონია. შეიძლება არ გვეშინია, მაგრამ გვახსოვს. შესაძლოა შედიხარ არა, თუ გახსოვს, მაგრამ შედიხარ ეს ტრავმა არ არის. გარკვეული ტიპის დისკომფორტი მცირე შეიძლება იყოს მსუბუქი. შესაბამისად, როდესაც და ამას ჩვენ ღუზებს უწოდებთ ნეიროფსიქიკაში ფირები ქვია. მნიშვნელობა არ აქვს რა, როდესაც ეს კაფიოდ გახსოვს ეს ტკივილი. და როდესაც ეს ტკივილი ბევრი გროვდება, ამის შემდგომ ანუ ხანდახან არის როცა ჰიპოკამპუსი ამაში ერევა, ანუ აი ეს რაციონალური ნაწილი, მაგ შემთხვევაში არც სტრესი, არც ტკივილი, არც ღუზა არ არის. მაგრამ როდესაც არ ერევა და აქეთ ლიმბურ სისტემაშია განუტანილი, ასე დროს ეს გადაუმუშავებელი ტრავმაა და მერე უკვე ფსიქოსომატიკაში ეს გამოიხატება. მაგალითად, როდესაც ტრავმა მაქვს იმის, რომ ჯვარი გწერია ყველას, ჩემი ძალიან ახლობელი ან ოჯახის წევრი უეცრად გულის დაავადებით გარდაიცვალა და ეს წაღებული აქვს ლიმბურ სისტემას. ნებისმიერი ტიპის რაღაცა მცირე რო გამიცივდეს და მეტკინოს, ეგრევე კარდიოლოგთა გავპირდა. წამში კვდები. ხო, ეგრევე აი ეს უკვე ფსიქოსომატურია. ოღონდ ფსიქოსომატიკაშიდაც გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება. ერთი, ანუ მაგალითად შეიძლება ჩვეულებრივი კლინიკური ჩივილი იყოს, მართლა გტკიოდეს. კლინიკური, ანუ ფუნქციურად მართლა გტკიოდეს, ოღონდ ეს არ იყოს ორგანული. ანუ ფიზიოლოგიურად არაფერი არ გჭირდეს. ხვდებით მაგალითად და ამ შემთხვევაში ეს არის ნერვული ისტერია. აი უნდა კითხო ეხლა ეგ დაავადებად ითვლება? როცა გაიგებ რომ რაღაცას რო ყვება ადამიანი და მე რო თავი მტკივდება ფსიქოლოგიურ დაავადებად ითვლება. ანუ ითვლება. ოღონდ ფსიქოლოგი. ხო ეგრე გამიგია და რაღაც მასა. მაგრამ ერთ რამეს კითხავ, ამიტომ ახო რომ ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, გამორიცხვის მეთოდი. აუცილებლად ჩემთან როცა მოდიან მაგას გეტყვით. აუცილებლად ჩემთან როცა მოდიან აი სულ თქვა მიჭირს რაღაცა მეუბნებიან, ვეუბნები რომ ნამყოფი ხარ და ყველაფერი წესრიგში გააქვს. მეკითხები და როდესაც პასუხი არის კი даже ანალიზებსაც მიგდებენ ხოლმე. მე არ ვიცი ანალიზებში რა წერია, მაგრამ იზოლებული ვარ ხოლმე რაღაცები ანუ ჯანმრთელია კლინიკურად რა. კლინიკურად უნდა იყოს, ფიზიოლოგიურად უნდა იყოს ჯანმრთელი და მაგ შემთხვევაში ეს არის ნერვული ისტერია. ანუ როდესაც შენ მჭვალი გაქვს, ვიღაცა რა გადავეკიდე ამ გარდაცვალებას, მაგრამ ყველაზე მძიმე გარდაუვალია შემთხვევაა, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა, ამ შემთხვევაში მოვლილი გაქვს, ყველაფერი მოვლილი გაქვს, даже გულის ღრმა რაღაცა კარდიოლოგიური კვლევები
ტრამვები გაქვს ჩაწერებული, არაფერი არ არის. ან სუნთქვასთან დაკავშირებით, ან ასე. ანუ რისი თქმა მინდა, იცით რომ ტრამვები, რომელიც გადაუმუშავებელია და ისევ ჩვენი ტვინის ირაციონალურ ნაწილს აქვს დამახსოვრებული, ისინი ძალიან მოქმედებს ჩვენს ნებისმიერ ტიპის, ესე იგი, აი შეგრძნებებს 100-ჯერ, 1000-ჯერ ამრავლებს. თორე, ну, ისედაც შეიძლება ეს იყოს. ხოლო მეორე, ანუ პირველი არის ნერვული ისტერია, როცა ფიზიოლოგიურად ეს გამოხატული არ არის და უბრალოდ ფუნქციურად არის გამოხატული. მაგალითად, სახსრებში გრძნობდე ტკივილს და უსუსრობას, არაფერი არ გჭირდეს, უბრალოდ ბავშვობა მოზარდობის პერიოდში მთლიან ყოველთვის უსუსრობის განცდის მქონე იყო. მაგრამ მეორე ნაწილი არის უკვე რომ ეს თუ დიდი ხანი გრძელდება, ანუ იბრძოლიან გაიქეცის გარდა, ну გასაგებია ჩვენი ეს ლიმბური სისტემა თავდაცვის ნაწილი იბრძვის, მაგრამ სადღაც ირთვება დასვენების მომენტი. როდესაც ტყეში ხარ, ლომი გამოვარდა და გამოგეკიდა, ცხადია იქ ადრენალინი მოიმატა, რაღაცები მოიმატა, კუნთებს გადასცა, ძალა მოგეცა და გაიქეცი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე იღლები ხო და უნდა ჩამოждდე და დაისვენო. აი ეს პროცესი როდესაც ირთვება, მაგრამ აი ეს სტრესები, ტრამვები ისევ მოგვეწოდება. ასე დროს ამას ვერ ვამუშავებთ და რჩება როგორც როცა ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრია. და უკვე ვითარდება მერე მართლაც ვითარდება ფსიქოსომატური დაავადება. ანუ ფიზიოლოგიურ დონეზედაც გამოიხატება, მაგრამ ეს არის. მართალია რომ კონკრეტული სტრესი რაღაცნაირად პირდაპირ მიდის იმ ორგანოსთან, რომელიც პასუხისგებელია რაღაც კონკრეტულ კი, მაგალითად თირკმელები. ხო, თირკმელები, მაგალითად. თირკმელები პასუხისგებელია პირველად საწყის უსაფრთხოებაზე და როდესაც შენ უსაფრთხოების განცდა არ აქვს, მაგ შემთხვევაში შეიძლება მართლაც თირკმელების ამაგაც ჩამოვთვლი ხა, მოდი ჩამოვთვალოთ. მოდი რა ჩამოვთვალოთ, ეს ძალიან საინტერესო ოღონდ მეგობრებო და მაყურებლებსაც მინდა უთხრა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახლა რო თირკმელები გაწუხებთ, ეს მაინც და მაინც ამის ბრალია. სომატურია, კი ბატონო. ხო, თუმცა შეიძლება მაინც მაგის ბრალიც იყოს. ნუ ექიმთან წასვლა ყველაზე კარგი რამე. არის ხოლმე 70%-ით მაგის ბრალია ხოლმე რა, ეხლა 70-ისა ზა? მოკლედ, ну თირკმელებს ანუ ძალიან ბევრია და იმიტომ ესე იგი, კუჭნაწლავის სისტემა ერთ-ერთი პირველი რაც არის ხოლმე გადაუმუშავებელი ტრამვებთან დაკავშირებით კუჭნაწლავის სისტემა, აი გუსტავ ბერგმანს აქვს ძალიან ბევრი, ანუ ძალიან ბევრს აქვს უკვე, ძალიან ბევრს არა, რამოდენიმე საქმე, მაგრამ ბერგმანი ძალიან კარგად, აი ღეჭავს კარგად და ზუსტად ისიც ამით იწყებს რა, აი გასტრიტი ან რაღაც კუჭნაწლავის მომნელებელი სისტემის პრობლემა პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული გადაუმუშავებელ ტრამვებთან, გადაუმუშავებელ სტრესებთან, გამოუხატავ ემოციებთან და ასე შემდეგ. ყლაპვის გაძნელებიანიც მყოლია, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ჭირდა, უბრალოდ ძალიან ბევრი წყენა ქონდა დაგროვებული და ამაზე. და ამაში აწუხებდა. კი. ბრაზები, წყენები და ასე შემდეგ. ოღონდ აი ეს ყლაპვის გაძნება როცა არაფერი არ ჭირს, ეს არის ნერვული ისტერია. ხოლო როცა უკვე კუჭნაწლავიც დაგიზიანა და კუჭის წყლული გაქვს, მაგალითად. აი ეს არის უკვე ფსიქოსომატური გამოვლინება ორგანულ დონეზე, ფიზიკურ დონეზე. მეგრე ვიყავი საღლი გადაწყვეტილი, საღლი რო გარდაიცვალა, შემხელში ჩამოვიდა, მაგის მერე 1, 3, 4 დღე წყალს ვერ სვავდი. ვერც ყლაპავდი, ვერ ვიძინებდი, საწმეს ვერ ჭამდი, ანუ ეგ მაგ მდგომარეობას ხვდებით ახლა, ხო? კი. ზუსტად მაგას ხვდები. ხერხემალი ზურგის ტკივილი პირდაპირ საყრდენის არარსებობა, მორალური მხარდაჭერის არარსებობისას შეიძლება იყოს გამოწვეული. სახსრები უსუსრობის შეგრძნებისგან იყოს გამოწვეული. აი, ძალიან ბევრი კვებითი აშლილობით მყოლია, მაგალითად რა და კვებითი აშლილობა საერთოდ არ არის ხოლმე კვებითი აშლილობა, ან ფიზიოლოგიურ დონეზე კვებითი აშლილობა საერთოდ არ არის. ზოგჯერ შეიძლება ეს არის დოფამინის ნაკლებობა და მან ხელოვნურად იპოვა, ჭამის დროსაც გამოიყოფა დოფამინი. ხელოვნურად იპოვა რაღაცა დოფამინის გამომუშავების მეთოდები, ან ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ბავშვობა მოზარდობის პერიოდში მას ან ამაზე დასცინოდნენ, ან დაუცველი და სტრესული იყო და სტრესული შეგრძნებები ჰქონდა ბევრი და რაღაცა თავდაცვის მექანიზმი ამისი. კიდე რომელი გაინტერესებთ, მითხარით, გეტყვით, აღარ მახსოვს. კიდე მე წაკითხული მაქვს თუ ლექცია მაქვს მოსმენილი, თქვათ ქალს თუ აწუხებს შარტ სასქესო ორგანოები, მას შეიძლება ფინანსური პრობლემა ჰქონდეს, ანუ ეგ არის ფინანსური პრობლემები წელზე და წელს გარშემოწერილობაზე მოქმედებს. ანუ მარტო ფინანსური პრობლემები კი არა, ზოგადად მომავალს რო ხედავს, ზოგადად რო ანუ არასრულფასოვნების
განცდა როდესაც აქ და ვერ ხედავს. მხრების ტკივილი არის რომ ძალიან დიდი ტვირთი ტვირთი ადევს, დი. ყველაფერი ამ ტკივილი ეს შაკიკი და თავის ტკივილი არის რომ ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რომელსაც ვერ ჭრის და მუდმივად ფიქრობს მაგაზე. სხვათა შორის სექსუალური ქვეცნობიერი მარცხები მამაკაცებში ძალიან ხშირად პროსტატას უტყამს. შემდეგ ანუ. კი. ანუ ესეც ფსიქოსომატური შეიძლება იყოს. ძალიან გავრცელებული მან უზოლდა და გაიქეც გაიქცეულა მაშინ. მაგრამ ზაზა იცი რა მაინტერესებს? ამა ყველაფერი ამ კიდევ და რა უშავ. ეხლა გადავიდეთ კურნალობის მეთოდზე. ხო, როგორ უნდა ვუმკურნალო? ეხლა გადავიდეთ ჯერ კურნალობის როგორ უნდა მეთოდზე. მივხვდეთ, ანუ ატკიებამდე არ შეიძლება რომ ეს რაღაცა მოვიძიოთ, რა შეიძლება იყოს. ატკიებამდე როგორ გაიგე? ჩემი მენტორი ამბობს ხოლმე, ეს არის ჩემი მენტორი მეუბნებოდა ხოლმე და გვასწავლიდა რომ და NLP-ში ეს არის ზუსტად რომ სხეულს სხვა ენა არ აქვს. სხეული ტკივილებით გელაპარაკება. ასე გელაპარაკება. და პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რომ მოიარო ექიმები მარტო იმიტომ რომ პირდაპირ ფსიქოლოგთან როცა მიდიხარ ხო სადღაც მაინც გარკვეული ეჭვი იმისა რომ შეიძლება რაღაცა ფიზიოლოგიურ დონეზე დაზიანებული მაინც იყოს. ჯობია რომ ამიტომ ჯობია რომ მოიარო ექიმები, ტყუილად ახარჯო ფული და გადაიღო ყველაფერი და ამის შემდგომ უკვე როდესაც მიხვდები რომ ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ ეს მაინც გაწუხებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ხო შფოთვითი აშლილობა რაც არის, ნერვული შეტევები რაც არის, ესეც გულის აჩქარებაც არის, სუნთქვის უკმარისობაც არის, მუცლის ტკივილიც არის, თავის ტკივილიც არის, თავისუფლებაც არის. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება არის. კაი, მოკლედ მოვიარე ექიმები. მოვიარეთ ექიმები, არაფერი არ არის. ხო, ამ შემთხვევაში მივადგებით უკვე ფსიქოლოგს. ეხლა რა უნდა გააკეთოს ფსიქოლოგმა? ფული თუ დაგვრჩა. და მოვიტოვოთ ადამიანს. ხო, ფული თუ დაგვრჩა. არ ჩავერიეთ ეს პოლემიკაში. უნდა მოვიტოვოთ. ფული თუ დაგვრჩა, მაგრამ მაგ შემთხვევაში შეიძლება გადავადება რაღაცეების. ანუ ეს ფულის ის ანუ პრიორიტეტების დალაგება აუცილებელი. არა, ამ ადამიანზე არ ვლაპარაკობ, კაცო, ისედაც ფსიქოლოგთან როცა მიდიხარ, იმას როცა ბევრი ყავს, არ არის სავალდებულო, მოხვიდე და ყველა ჯერზე მე ეს მისგან ისე ვთქვი კაცო. არა, ხშირად არის ხოლმე ეგ პრობლემა და მაგიტო ვამბობ, რომ ფული არა მაქვს და ასე შემდეგ. ხო. უფასოებიც ბევრი მყოლია და კიდე ბევრი მეყოლება. კი. ნახეთ, ფსიქოლოგის დანიშნულება არის, რომ აი ის ტკივილები, რომელიც ეხლა ჩვენ მე ამას უნდა წავყვეთ. იქ კითხვები უნდა დაისვას. მილიონი რაღაცა შეიძლება იყოს რა. ანუ ერთი და იგივე სიმპტომა შეიძლება ყუჭის დააზიანოს და თირკმელიც. მიხვდი, ან არც ერთი და მესამე სხვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრ კითხვებს ვამბობთ. ჯერ ვერსიები გვაქვს მხოლოდ, რომელსაც ამ ადამიანს არ ვუმხელთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში აგროვებთ მიზეზებს. რა თქმა უნდა, როდესაც შენ მე რაღაცას მეუბნები, მე ჩემს ტვინში უკვე 25 ვერსია ტრიალებს რა. და იქ რაღაცას ვიწერ, რომ ეს გასაკეთია აქ, შეიძლება ეს იყოს. და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიან, იმიტომ რომ შენ იმხელა ავტორიტეტი ხარ მისთვის. შეიძლება მოკლა ეგრევე რა. სიტყვით მოკლა წამში. კი ბატონო, ან ისე შეუცვალო, რომ საერთოდ არასწორი მიმართულებით გავუშვა. ამიტომ, როდესაც ჯერ ეს დგინდება და როდესაც ეს დგინდება, მე ჩვენ მივდივართ არა ცხადია სომატურ გამოხატულებასთან, უბრალოდ არა ფიზიოლოგიურ გამოხატულებასთან, ანუ თავის ტკივილს კი ამკურნალობ. კურნალობ მიზეს. დიახ. რა თქმა უნდა. და აქ უკვე მეთოდები ბევრნაირია. ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკითაც თავდება ეს ყველაფერი. ანუ როდესაც გავაანალიზებთ, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს ადამიანი ამოისურვებს და მიდის, მაგრამ ეს მსუბუქ შემთხვევებში არის. ამის მერე მოდის ჩვეულებრივი მსუბუქი ტექნიკები, ამოცანა არის ერთი. გავწყვიტოთ ნეგატიური ემოციური ბმა ამბავთან, რომელიც ირაციონალურში დევს. ანუ აპრიორი ეს გაწყვეტა არის ჩვენი კურნალობის დაწყების პირველი ნაბიჯი, ხო? ეს ტრამვა, რომელიც ირაციონალურში ლიმბურ სისტემას რო შენახული აქვს იმისთვის, რომ გაგაფრთხილოს, უბრალოდ ხანდახან რო სულელურად გაფრთხილებს ხოლმე და ვერ ამჩნევს განსხვავებას და დროსა და სივრცეში შევარეულია, ამ ამბის ადგილი მარცხენა ნახევარსფეროში ცარიელია. გადაიტანოს. გადაიტანო ფაზი ცარიელია, ხო? ამას უნდა მოკიდო ხელი და აქ გადაიტანო. აქ რო გადაიტან, ეს ჭკვიანია უკვე რაციონალურია ჰიპოკამპუსი მარცხენა ნახევარსფერო რაციონალურია ჭკვიანი და იცის რომ ის ძაღლი რომელიც 20 წლის წინ გამომეკიდა, აღარ არსებობს. ეს სხვა ძაღლია და ამის ნუღა გეშინ, ამან ეს არ იცის. ეს ვერ ამჩნევს განსხვავებას. აშლის უნარი არა. აშლის უნარი არა. არა, უძიმესი მე ძალიან ვიღლები აი ამ კონკრეტული ტექნიკის გაკეთებისას. როდესაც ის გადმოგდა, ხო. და ადამიანი წყვეტს, შეიძლება გაჩნია რა გინდა.
გინდა წაიშალოს, გინდა გაიბლაროს თუ გინდა გახსოვდეს, მაგრამ მასზე ნეგატიური ემოცია ისე რა აღარ ჯობია ქონდეს. ზაზა, ჩვენი ტრაუმები ჯობია გვახსოვდეს, გახსოვდეს და დაბლარული იყოს. ჯობია გახსოვდეს და ნეგატიური ემოციური კავშირი აღარ უბრალოდ ქონდეს. კავშირი არ ხო, ქონდეს. და გაკვეთილად იღებ. მარტივად იღებ ამას გაკვეთილად, ხო, NLP-ში გვაქვს რომ არ არსებობს შეცდომები, არამედ არსებობს უკავშირი. ხო და აი აი, ეს ვირი ერთხელ ტყლაპოში ფეხს რო ჩაადგავს, იმ ტყლაპოს შემდეგ გვერდსulis და ჩვენ რატო ვერ რა ვსწავლობთ? თქმა უნდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე რაც არის ასეა, კი. რისი და ანუ როდესაც ამ ტრამებს შლი, აი ეს ნერვული ისტერია თავისით მიდის. და როდესაც ამ ტრამებში უკვე ფსიქოსომატური დაავადების გამოხატულობა თორე ნუ თან კურნალობს ადამიანი, თან ამას შვება და იმის პრევენციული ღონისძიებებია იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ ეს აღარ განმეორდება, ანუ რა ტრამვაც იწვევდა ამას ანუ ამ თავიდან. წრეში ჩემი ტვინი აღარ მოხდება ამ ნეგატიურ წრეში. იმიტომ რომ აი ეს ნერვული ტრამვები, რომელიც ლიმბურ სისტემას და ირაციონალს დაჭერილი ყავს, ხო, აი ეს გადაუმუშავებელი ინფორმაცია რა შვება იცით ახელოვნურებს ცვლის ანუ მისი ქცევები არ არის ნამდვილი ხო იმიტომ რომ ის მალავს რაღაცა მაგალითად თუ მე არასრულფასოვნების განცდა მაქვს და ამის გამო მგონია რომ ყველა ქალი მიმატოვებს ვერ შევდივარ სტაბილურ ურთიერთობებში იმიტომ რომ წინასწარ უკვე შეშინებული ხარ ხო და როდესაც არასრულფასოვნების განცდის მქონე რამაც ჩემში არასრულფასოვნების განცდა დაბადა იმ ტრამვებს მოვკიდებთ ხელს და მარცხენა ნახევარსფეროში ანუ გავანეიტრალებთ ამ შემთხვევაში მე არასრულფასოვნების განცდა არ მაქვს და შევდივარ ურთიერთობაში მაგრამ ურთიერთობაში რო ვერ შევდივარ ეს არ არის ნამდვილი ჩემი მაგალითი მინდა აი უბრალოდ მართლა კითხავ მე მაქვს არასრულფასოვნების განცდა და ხშირად უფრო ქვემოთ ვიდრე საჭიროა. ნუ ეს თალკე თემა ალბათ სამკურნალო არ, მაგრამ ყოველდღე მიწევს გადალახვა ამ ჩემი რაღაცა სირცხვილის, ჩემი თავის დედას გეფიცე მივხვდეთ იმსა რომ გუში ვითვლით რამდენ წლიანი გამოცდილება მაქვს ტელევიზიის 36 წელი ტელევიზიაში მუშაობ მე რომ მკითხო ლაპარაკი არ ვიცი ძალიან ცუდად ვიცი ამის მოტანა მე რომ მკითხო იმდენი მინუსი მაქვს და ვერასოდეს ვერ ხსნი რატომ მუშაობ აქ ამას ვერც მოვერია ამდენი წელი ალბათ არც მიცდია მართლა აი გულწრფელად ვარ როგორ არ გიცდია ყველა ეთერში შემოსვლის წინ ცდილობ მაგას გეუბნები ყოველდღიურად ვცდილობ ამას და რა ესე იგი რაღაც არის ხო შენ წარსულ ცხოვრებაში რომელიც ამ სიგნალს ყოველდღე გაძლევს უბრალოდ საქმის სიყვარული იმდენად დიდია უბრალოდ იცოდე რომ მაგის გადალახვაში რა ენერგიაც ყოველ დილით ან ყოველი ეთერში შემოსვლისას გეხარჯება ამ ენერგიას ფლანგავ და რა ვქნა როგორ მოვერიო ამას რატო ფლანგავს ამისთვის იყენებს საქმისთვის არა მე ხა ფსიქოსომატიკაზე მიყავს ფსიქოსომატიკაზე მიყავს სად შეიძლება ამან დამარტყას მე აი ამ ყოველდღიურობა იცი თუ ვერევი კი თუ ერევი შეიძლება ჯერ ვერ დაგარტყას თუ ერევი თუმცა შეიძლება ქცევით გამოხატულებაში იყოს მაგალითად რა ვიცი ზედმეტად თავისუფლად იქცეოდე იმის შესანიღბად რომ დაუშვათ ანუ შენზე არ ვლაპარაკობ არა მე თან ჩემ თავზე ვფიქრობ პარალელურად შენ ჩაეწერე საკი მიხდი მაგრამ სადღაც ანუ რატო დაატარებ მაგ გუზასთან? სადღაც რაღაც კონკრეტული უსიამოვნო ფაქტი ან მარცხი ან დისკომფორტი არის მომხდარ. შეიძლება საერთოდ შენ ბავშვობაში. ხო, ნუ ალბათ. არა, მახსოვს რაღაც ინციდენტები, რამაც მე მაფიქრებინა ეს გადამოწმებადია. გადამოწმებადია, ხვდები? ანუ ყველა ნეგატიური ამბავი არ არის ჩვენში ღუზად ჩარჩენილი. ეს ჩვენი მხრიდან გადამოწმებადია, ანუ ყველა და თქვენ შეგიძლიათ გადამოწმოთ ერთი კონკრეტული ხა შეიძლება ეს სიმპტომი არ დაემთხოს, მაგრამ მე მაინც იყოს. ნახე ზედაპირზე ხელის გუზე რაძდებს გადამოწმებადი არის რომ ამ ამბავს როცა იხსენებ, ჯერ კიდე ნეგატიური ემოცია მოგდის. ხო. თუნდაც მცირე. ეს ნიშნავს რომ უეჭველი ღუზა. ხო. შეიძლება უბრალოდ იხსენებ და არ აგაკ ემოცია საერთოდ. როცა იხსენებ ემოცია არ აგაკ ეს ღუზა. ჩვეულებრივი გახსენება და ეს ღუზა არ არის. მაგრამ ზოგჯერ ეს იმდენად კარგად შეფუთულია ხოლმე და ელოდება ამბავს, მსგავს და მაგას ჩვენ ვარქმევთ ხოლმე ტრიგერი წამოედო ღუზას. მარტივად. დავარდა. ტრიგერი წამოედო ღუზას ნიშნავს იმას რომ გარეგანი გამაღიზემელი მოვიდა და აი ის რაც რისთვისაც ქონდა შენახული ამაზე ეს ადამიანი აფეთქდა. მკურნალობა საკმაოდ ესეთი როდესაც ნერვული ისტერია მხოლოდ იმას ვეძებთ გამომწვევ მიზეზებს, ხოლო როდესაც ფსიქოსომატური უკვე დაავადება, ანუ ფიზიოლოგიურად გამოხატულია. უკვე რაღაც ამჭირს, დიაგნოზი მაქვს. შეიძლება სამგვარი იყოს. გააჩნია სამგვარს რას გულისხმობ. გარკვეული ტიპის ფსიქიატრიული ჩარები, ანუ ფსიქიატრიული ჩარები ცუდად არ გაიგონ. გარკვეული ტიპის მედიკამენტოზური, რომ
მე დაწყნარებული იმჭირდება. ქერქი დაწყნარდეს რა ცოტა, ხო? ფსიქოლოგიური ცხადია და რავი, შესაბამისი ექიმი თუ უკვე დაავადება წასულია ორგანულ დონეზე, ისა ის ფიზიოლოგიურ სულყოფი დონეზე. ამ ამბავს არ მეზრდება, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის სასწაული, ჩემს მეგობარს ჰქონდა კიბო მარცხენა ძუძუში უფრო ბევრი კვანძები და მარჯვენაშიც, ანუ ორივე ძუძუ მოჭრის კანდიდატი იყო, ასე ვთქვათ. ნუ რატომღაც არ დაიჯერეს ცხადია როგორც ხდება, ხო იცი გინდა რომ არ გქონდეს წავიდნენ სხვა ქვეყანაში გააკეთეს ანალიზი, იქაც იგივე დაუსდასტურეს, შემდეგ უკვე გერმანია იყო ბოლო ქვეყანა როგორც მახსოვს და ეს გოგო ძალიან ცუდ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო და ფსიქოლოგი მოითხოვა. და ფსიქოლოგმა უთხრა რომ მოდიო, რას კარგავო, ცოტა ხანი ჩემთან იარე და ოპერაცია გადავავადოთო. და მიუდგა ფსიქოსომატიკის დამოკიდებულებით, თუ როგორ ვთქვა. რახანო მარცხენა ძუძუ გაკო, ესე იგი კაცის განმოყენებული პრობლემა გაკო, რაღაც გადაუმუშავებელი, რამაც შენ ძუძუში კიბო განავითარაო. მარჯვენა ქალის განმოყლებული და მოკლედ დაიწყეს თერაპია. და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ეს გოგო საოპერაციო საერთოდ აღარ იყო. მთელი სია მაქვს გაკრული. მე არ მახსოვს ეხა უბრალოდ რა, როგორ შეიძლება ეს ამდენი გახსოვდეს რა. იურისტსაც არ ახსოვს ყველა კანონი, უბრალოდ ახსოვს სად შეიძლება მოძებნოს. მთელი სია მაქვს გაკრული, რა რისი უნდა წამომეღო რა. კიდე ხომ მოხვალ დაგვირდი? კი ბატონო, კი. უკვე ამ სიით. რა რისი გამომწვევი შეიძლება იყოს და რა როგორ და რანაირად იყოს საიდან გამომდინარე, საიდან შეიძლება ვეძებოთ. ოღონდ კიდევ ერთხელ ამისი დასკვნა შეუძლებელია ეს კითხვა პასუხის რეჟიმში, როდესაც ანუ ბევრი ეჭვი ხო გაქვს, მე ნელ-ნელა დაწურავ და საბოლოოდ მიხვალ რამოდენიმეზე. როცა რამოდენიმეზე მიხვალ, მე უკვე იქ გადამოწმებადია. ჭირდება ამას. ყველაზე მინიმუმი და ყველა მაქსიმუმი. ყველაზე ხშირი შეკითხვა არის ხოლმე, რომელზედაც პასუხი არ. თუ ფსიქოლოგი გეტყვის, რომ მე ვიცი შენ რაც გჭირს და მე შენ 10 სესიაში განკურნავ, ჩაფალე რომ გატყუებს. მაგ ფსიქოლოგისგან ხო, ამორიცხული ახლა დაგეგმილი როგორ იქნება მათემატიკა ხო არ არის. 6 თვეზე მეტი არასოდეს არავინ არ მყოლია. მაგ თქვენი გამოცდილება გითხეთ ამიტომ 6 თვე. 6 თვეზე მეტი მაგრამ მარცხი არ ქონიათ? ჯერ არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ მაგარია. არა, ალბათ როდესღაც რაღაცა მოხდება. აუცილებლად იქნება, მაგრამ ჯერ არა. რაც გვიან უგეთეს. კაი, ანუ ერთი რაც მივხვდი, ხო, პირველი რაც მივხვდი, თუ კი რაღაცა სიგნალს გვაძლევს ჩვენი სხეული, რაღაცა სიგნალს, თუნდაც თავის ტკივილს, რომელიც არ არის ორდინალური, რომელიც პერმანენტულად გრძელდება. არა, ჯერ გავიაროთ ყველანაირი ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური გამორიცხოთ და შემდეგ მივიდეთ თერაპევტთან. კი ბატონო. და შენი თავის. თუმცა თერაპევტთან მაინც შეიძლება მისვლა, ანუ როცა უკვე დაავადება არის ფსიქოსომატური. დაავადებაშია გადასული. მაინც შეიძლება თერაპევტთან მისვლა, გზადაგზა, თუ რაიმე გაწუხებს, თუ ბევრი თუ ეჭვი გაგიჩნდა, რომ გადაუმუშავებელი ტრამების ამბავია რა. ხო, აი მაგას ხო თერაპევტამდე შენ თვითონ ხო შეგიძლია რომ ფიქრებით რაღაცა ქნა. აი რომ მარტო შეთავთავრჩები და მარტო შეთავთავ ჩვენ ახლა მაგითო საუბრობთ, რომ ვიღაცები დაფიქრდნენ, რატო რა ტკივა. იმიტომ რომ მე ხო მაგას ჯერ ვერ გამოვიცნობ, არ ვიცი, მაგრამ ხო ფიზიოლოგიური როგორც წესი იშვიათად თუ ეს არ არის ხანგრძლივი, მუდმივი, ხო წვეთიც თუ დაეცა ქვას, შეიძლება ჩახვრიტოს ხო 100 წლეულების განმავლობაში. თუ ეს არ არის ხანგრძლივი და მუდმივი, ეს ნერვულ ისტერიაში რჩება და არ გადადის ფსიქოსომატურ დაავადებაში. ზაზა, აი თუ ადამიანი ბავშვობიდან გაცნობიერებული აქვს ეს ჩვენი სფეროების ამბავი და სულ ცდილობს, რომ მარცხენაში არ დატოვოს, თუ მარჯვენაში გადაუმუშავებელი და სულ ტვინი კონდეს დალაგებული, ხო? ის ჯანმრთელად იცხოვრებს, მთელი მისი ცხოვრება, ვიდრე რესურსი აქვს ფიზიკურ სხეულს. შეუძლია ამის კეთება. მაინტერესებს. ხო შეიძლება რომ აი დაიციკოს ადამიანი და დაიწყოს მარტო ამაზე მუშაობა, როგორ გათავისუფლოს მარჯვენა სფერო. ბავშვობიდან მაგას ვერ იცანს ნიკო. ვერა შანსი არ არის. ფსიქოლოგია ბავშვობა მოზარდობაზე იმიტომ აკეთებს მაგხელა აქცენტს, რომ იქ ძალიან ღიაა ყველაფერი და სიხარულის და მწუხარებაც ის ძალიან ღრმად მოქმედებს, თუმცა თუ ბავშვობაშივე მიუსწრებთ 13, 14, 15 რო იწყება ხო ესეთ პერიოდი როცა თუ მიუსწრებთ მალევე გამოვიყვანთ მდგომარეობიდან. ანუ არანაირი ტექნიკური ჩარევა არ გჭირდება, ისე შეიძლება გამოიყვანო მდგომარეობიდან. მაგრამ თუ ეს არის რაღაცა 15-20 წლის წინანდელი, მე უკვე გარკვეული ტიპის ტექნიკები გჭირდება ხო. და კიდევ ერთ ბავშვობას მინუსი ამ შემთხვევაში ის აქვს, რომ
ძალიან მალე და მალე მოქმედებს, ღრმად ჩადის, დაუშვათ გარკვეული ტიპის ტკივილები, იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან გრძნობიარე და ღია, მაგრამ თუ ბავშვობაში მივისწრებ, პლუს ისე რომ იქვე მოაგვარებ. მაგიტომ უნდა ყველა სიტყვას დაკვირვება აი მაგასაკამდე, რომ როგორ მიყავს ბავშვი, რომ აი ეს ტერმინები, რომ შენ ეს ხარ და შენ ისეთი ხარ და ის რა მაგარია და ეგენი არაფერი. ეგარი ყველა საშინელება ეგარი. შედარებები, ხომ გეუბნებოდი რაღაცა შენიტოლა რომ ვიყავი, რა ვქნა ამ ბავშვს რა უყო, არაფერი არ შველის, ანუ და ვიცოცხლო შევილაპარაკებ და იმას რომ მოდი ვაღიაროთ რომ წაიყვანეთ ეს ბავშვი მე კი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ეს თუ წესიერად არ პრობლემა მოიცემ ბავშვს სახში ჩაგაბარებო. მაგას ჩვენ ვერ დავძლევთ. და ერთი მინდა ვთქვა ასეთ მდგომარეობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა სხვა ადამიანის, როცა ჩვენ შფოთი გაქვს, ვერ ხვდები წნევა, რატომ გაქვს, როცა კლინიკურად ჯანმრთელი ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას, როგორ გექცევიან გარშემო, ხო? ანუ ოჯახის წევრების მაგალითად. აუცილებლად. და დავასრულოთ. იმიტომ რომ ეს არ იყოს კიდე დამატებითი საკვები მისი. ხო. ანუ თუ იგივე გარემოში ხა CBT-ც ზუსტად მაგაზე არის ორიენტირებული. თუ იგივე გარემოში აგრძელებ მუშაობას, რამაც ეს გამოიწვია. მაშინ მკურნალობის პერიოდში არ მიყვარს თორსა მკურნალობას ვარქმევ მას. მკურნალობა თერაპიის გამოჯანმრთელების მოდი ასე ვთქვა. თერაპიის პერიოდში ჯერ ერთი იმ ვითარებას ერიდები, ან იქ ახლობლებს ეუბნები, რომ ცოტა ხანი წყნარად, იმიტომ რომ როგორი რაღაცაა, იცი რომ ადამიანი როდესაც მოდის, ეს ღუზები ხო დაკაფსულებულია თავისთვის არის და ტრიგერს ელოდება რა, გარეგან გამაღიზიანებს და შენ თერაპევტი იწყებ ამათ ყველას გახსნას. ან უფრო მგრძნობიარე და უფრო დაუცველი ხარ. პირველი ერთი კვირა შეიძლება უფრო ცუდად იყოს. მესმის. მიხდი და მე იწყება ან მე ბლოკებად ყოფ. ასეთი გამოცდილებაც მქონია, ამიტომ ბლოკებად დამიყვე და მოდი ჯერ ბავშვობას მიხვდები, მოდი ჯერ ურთიერთობას მიხვდები, მოდი ჯერ დედას მიხვდები, მოდი ჯერ მამას, მოდი ჯერ მასწავლებელს ხვდები, რომ დანარჩენებს როგორმე არ შებეხო, მაგრამ ხანდახან იმდენად გადაჯაჭვულია ხოლმე ეს ერთმანეთზე მასწავლებელმა უყვირა და მამის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მამამ მხარი არ დაუჭირა. და ამან მერე გამოიღო. ორივე ღუზა გაიხსნა ამ ამბავს რომ მიყვება. მიხდი და რთულია. ამიტომ მე უკვე მდგრადობაც უნდა გამოუმუშაო. შეიძლება ადამიანი მოვიდეს, რომელიც სუსტია და უცველია და თავდაცვის მექანიზმი აქვს, რომ ჩაკეტილია. ხო. და შენ გარკვეული ტიპის ღუზები მოუხსენი და ეს ჩაკეტილობა მოეხსნა. და ღია და კომუნიკაბელური გახდა, მაგრამ ისევე სუსტად გრძნობს თავს. მაგრამ დამცველობითი ფუნქცია არ აქვს. ისევ დარტყმები ექნება და ისევ ჩაიკეტება და იტყვის რომ ფსიქოლოგმა უარესი მიიქნა. ამიტომ ესეც უნდა შეატყო, ჯერ მდგრადობა ჩამოუყალიბო და მერე უნდა გახსნა. ვი რამდენი შრომა მართლა გამძლეობა მაგრამ მაგრამ ხა რა უნდა ვთქვა რა ერთი შეკითხვა მაქვს სულ აი როცა თქვენ განსაკუთრებულად მოდიხართ და სტუმრად ყავხართ აი სულ ვიწყებ ფიქრს აი ამ ჩემს რაღაცა ბავშვობაზე იგივე მასწავლებელი მშობ აი სულ მაქვს აი პირდაპირ პასუხი რომ მე ეგეთი არაფერი არ მაქვს და კიდე კარგი რომ მე ტრამვები არ მაქვს ბედნიერი ხარ თუ არ გაქვს ხომ არ არის ეს ყველაფერი რაღაცის გაქეკვის შიში ან რაღაცა შესაძლოა ეს იყოს შესაძლოა არ კონდეს შესაძლოა გაქეკვის შიში იყოს ყველა ვარიანტი შეიძლება რომ კონდეს აი ესეთი პასუხი რომ არ არის ჩათვალე რომ არ აგაკ რა მაშინ რა გაქეკვა გასულ მიუხედავად იმისა რომ ისეთი ბავშვობა გქონდა რომ სუსტად ეს ტექსტები რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ ძალიან ბევრი იყო აი შენაერი ადამიანი რომ მოვიდეს და რაღაცა ყოფით დღევანდელ პრობლემაზე გამესაუბროს რომ ვილაპარაკებთ ლაპარაკის პროცესში მე უკვე უნდა გამიჩნდეს ეჭვი სად რა ხდება სადმე რამე ხომ არ იმალება თუ მე ეს ეჭვი არ გამიჩნდა შეიძლება ერთხელ მაინც ჩავიარო შენი ბავშვობა მოზარდობის ამბავი მაგრამ ანუ ფსიქოლოგი ხო არა ანუ სტანდარტული ეს დაშტამპული რაღაც ფეხი-ფეხზე გადადებული წიგნის თაროიანი სათვალიანი ფსიქოლოგის დრო წავიდა თუმცა ტელევიზორში გადადებაც ვიყავს სათვალეს და წიგნებიც ვარ ამის დრო წასულია რა ანუ ძალიან ბევრი ინტუიციური მიდგომებიც ძალიან ხშირად უნდა კონდეს ფსიქოლოგს რომ ხედავდე გრძნობდე ეჭვი კონდეს რაღაცა ამოიჩემო რომ აი მაგაში ანუ რომ მოყვები სადღაც რაღაც არაცნობიერი წამორწყმა მაინც გექნება მოყოლის. ყველა შემთხვევაში ხო ზაზა? სადაც ხო, სადაც შეიძლება რაღაცა ეჭვი გამიშდეს. თუ არ გამიშდა, ერთხელ მაინც კიდე გადავივლი, თუ გინდა, თუ არ გინდა და მეტყვი რომ არა, ამ შემთხვევაში პირობითად ვამბობ. თუ მაინდა-მაინც მეტყვის რომ არაფერი არ ჩის რენჭირმე თავი დამანებე ამ ყოფით პრობლემის მოგვარება მინდა და წავიდი ახლა მე კარგად იყავი, ცხადია მაგ დროს ვერ დავაძალებ. მაგრამ თუ რაღაცა შევთავაზებ რომ მოდი კიდე ერთხელ ჩავიაროთ და всё. ზაზა, აი ბოლო კითხვა ძალიან მოკლედ. ყოლია პაციენტი არ ვიცი, მომხმარებელი. მომხმარებელი, რომელიც მოსულა და შენ გითქვას რომ არა ძმაო, შენი ადგილი ჩემთან არ არის. არა.
ეგეთი არ ყოფილა. იქ უკვე რომ მიდიხარ უკვე იქ უნდა მიხვიდე ესე იგი, თქვი და ხო არ მიდიხარ? არ ვიცი, რა ვიცი. მოკლედ დიდი მადლობა გაგვექცადო. მადლობა თქვენ. მე არ მოვალ. დაგვირდი რომ კიდე მოხვალ. აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა გადაცემის ეს ნაწილი ხოლმე ალბათ ჩვენი აუდიტორიისთვის, რომელიც მრავლად ყავს. მადლობა კიდევ ერთხელ რეკლამის დროს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა.